მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოსტ-ტივისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული. მისივე თქმით, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა ხდება, ეს კითხვებს აჩენს და არ ეშინიათ ამ კითხვების დასმა. შეკითხვაზე რა მიზანი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს თუ ყალბი ამბები მიაწოდა მინისტრმა განმარტა. მეც ეს მაინტერესებს, ზუსტად იგივე კითხვა დავსვი ელჩთან, რა მიზნები აქვს მცდარი ინფორმაციების მიწოდებას დედაქალაქისადმი, რომელიც საფუძვლად ედება ასეთ გადაწყვეტილებას. ზუსტად იგივე კითხვა დავუსვი ელჩს, განაცხადა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც უწყებაში შესulis წინ გაუკეთებია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების იმედის და პოსტ-ტივის დასანქცირების საფუძველი. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყიდვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და პოსტ-ტივი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ლაშა ფარულავას განცხადებით, პარტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს და სანქციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს. აღნიშნული განცხადებით ფარულავა გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებას იმედისა და პოსტ-ტივის დასანქცირებაზე. ფარულავას თქმით, როგორც ჩანს, თურნავა არ აპირებს დიდი ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოსტ-ტივის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულებას და აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ჯერ მურუსიძის სასამართლოს უნდა მიმართონ. ფარულავას შეფასებით მსგავსი პოზიცია საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსურ სისტემას, ქმნის სერიოზულ რისკებს და აზიანებს საბანკო სექტორის სტაბილურობას. ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედია საშუალებებს, რომლებიც რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ, განაცხადა ლაშა ფარულავამ. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს. 25 თებერვალი არის დღე, რომელიც არის ამსახველი იმისა, თუ რა არის და რას წარმოადგენს რუსეთი. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 25 თებერვალს საქართველო დაიპყრო რუსეთმა და არა საბჭოთა რუსეთმა. 25 თებერვალი არის ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ ყველანი ერთად. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ არ არსებობს გულით და სულით ქართველი, რომელიც არ განიცდის ამ დღეს და არ აღიქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა ეს ჩვენს ისტორიაში, როცა საქართველო დაიპყრო რუსეთმა, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შენობა ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდა და ამოქმედდა არაერთი რეგულაცია, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარღვევები კვლავ ფიქსირდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განმარტა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს ახდენს, რაც მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კალაძის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და უსაფრთხოების წესები ყველა მშენებელმა უნდა დაიცვას. ამასთან დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს აკეთებს. დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელბუჯა მელაძის განცხადებით, შრომის ბაზარზე დასაქმების მსურველი მოქალაქეების ნაწილი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაზეც ვაკანსიებია. როგორც მან მედია ცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ექიმებზე, ექთნებზე, მშენებლებზე, შემდუღებლებზე, ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე. მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე გამოწვევებია, რაც უკავშირდება დისბალანსს მოთხოვნა მიწოდებას შორის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის ზოგიერთი პროფესია აღარ არის საჭირო, რაც ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება ადამიანს ეგონოს შვილს
განათლება მივეცი, რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში და დიპლომი ხომ აქვს, მაგრამ ეს დიპლომი საკმარისი არ არის, განაცხადა მან. როგორც მელაძემ აღნიშნა, სასწავლებლებში მხოლოდ თეორიული სწავლება საკმარისი არ არის და საწარმოო პრაქტიკა არის არსებითი. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოვეთის სიახლეებს. ბიუჯეტის დეფიციტი ნამდვილად არის. ამ შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დეფიციტი ნამდვილად არის, მაგრამ ეს მიმდინარე გამოწვევაა, რომლის მოგვარების საშუალებას მაკროეკონომიკური სტაბილურობა შესაბამისი ზომების მიხედვით იძლევა, განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობასთან განიხილავს. ნამდვილად ნავთობისა და გაზის შემოსავლები შემცირდა, თუმცა ამის კომპენსირება სხვა სახის შემოსავლებით ხდება. პრეზიდენტი ამ საკითხს მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან განიხილავს, აღნიშნა პესკოვმა. ჟენევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში ომანის საგარეო საქმეთა ministris ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ დღეს მხარეები მხოლოდ ბირთვულ საკითხს განიხილავენ. რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო. ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას. ზელენსკის ცნობით გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 420 დრონი და 39 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც 10-ობით ადამიანი დაშავდა. ჯერ კიდევ სიცივეა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო. მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენი ენერგოსისტემის განადგურებას ცდილობს, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ბირთვულ არსენალს განავითარებს. ამ შესახებ კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველი შრომის პარტიის მე-9 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩვენი პარტიის მიზანია ეროვნული ბირთვული ძალა გავაძლიეროთ და ბირთვული სახელმწიფო სტატუსი სრულად გამოვიყენოთ. აქცენტს გავაკეთებთ ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდასა და ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებაზე, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა. ასევე კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზეც ისაუბრა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის კონგრესი ფხენიანში 19-25 თებერვალს გაიმართა. 23 თებერვალს კონგრესმა კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩია. ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის მე-9 კონგრესი სამხედრო ახლომით დასრულდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.